Okay. 24 ივნისი 2020 წელი პაკისტანი. მესამე ინტერვიუ საკუთარ თავზე. პირველი კითხვა. რა გახსენდება სახლის გაფიქრებაზე? ბოლო დროს სახლის გაფიქრებაზე მახსენდება საქართველოში დაბრუნების მომენტი. წარმოსახვითად რა თქმა უნდა. ან მეკრება როგორ შეხვდები ყველა საყვარელ ადამიანს, ჩემ ოჯახის წევრებს და მეგობრებს. ან მეკრება რას გავაკეთებ პირველი ერთი თვის განმავლობაში მაგალითად. და ეს ყველაფერი ისე სახლურად ჟღერს. რაღაც უცხოდ სახლურია. მაგრამ ამის მიღმა მეკრება იმაზე, რომ ან სულ ხალხურად არ იქნება. მეკრება საკუთარ სივრცეზე, რომელიც საქართველოში მექნება. და სახელოსნოზე, რომელსაც მოვიწყობ სად და როგორ არ ვიცი. ან როდის. ერთი თქოს ყველაფერი საბოლოოდ რაც საბოლოოდ ყველაფერი საქართველოს უკავშირდება, სახლთან დაკავშირებით. ყველა ფიქრი. მეორე კითხვა. როგორ იყო პირველი სახლის გამოცდილება? ზუსტად არ მახსოვს როდის ან სად მოხდა ან სად ვიგრძენი თავის სახლში გააზრებული ბავშვობის ჟამს. მაგრამ რაც მახსოვს არის ის, რომ საფლობით სოფელში ჩემ დედულეთში ჩავდიოდი, სადაც ჩემ დეიდაშვილთან ერთად თამაშობდი ბაღში, სოფლის ქუჩაში და შემდეგ. იქავრობა ან ეგ მოგონება ძალიან სახლურია და ალბათ ერთ-ერთი პირველია, რაც მახსოვს. ან მოგონება ჩემი დედულეთის, სადაც საფლობით აცავები ვჭირდებოდით. სადაც ჩემი და იყო, ჩემი დეიდაშვილი. სადაც თავისუფლად ვიყავით, მაგრამ თან ოჯახთან ახლოს. ვიქრობ ეგ არის პირველი სახლი. რაც შეეხება სახლის უკანასკნელ შეგრძნებას, ალბათ ეხლა სადაც ვარ ეს იყო. ყოველ ჯერზე მაქვს ყოველთვის როცა ამ ერთი წლის ერთწლიანი მოგზაურობის განმავლობაში ყოველ ჯერზე როცა ვიცვლი საცხოვრებელს თუ რაღაც თავშესაფარს, ყოველთვის არის იქ რაღაც სახლური. ისე როგორც აქ, სადაც მეხუთე დღეა ვარ უკვე პაკისტანში, ამ გესტჰაუსში, სადაც დააპატიჟეს. და სახლურია. პირადი სივრცე, ადგილი, სადაც შემიძლია ხას დავჭე ადამიანთა კომუნიკაციის გარეშე, რამე ხასაც მინდა. და შემდეგ მით უმეტეს უფრო სახლური ხდება, როცა გარეთ გავდივარ და ყოველ დღე ერთ და იგივე ადამიანებს ხვდები. რაც შეეხება საკითხს, სად ვიგრძენი არასახლი. ესე დავარქვი. ინგლისურიდან ესე გადმოვთარგმნე ეს ტერმინი არასახლი. არასახლი ვიგრძენი, ალბათ აქ ვიგრძენი ეგეც. ან ყველა ადგილი, სადაც ჩერდები ერთდროულად რაღაც მომენტში არის სახლი და რაღაც მომენტში არის არასახლი. და მოგზაურობის დროს ყველაზე
მარტივად ხდება ამ სახლის შეგრძნების დანგრევა ეს. ანუ ერთი გაფიქრება, ერთი ეჭვი ან ერთი უცხო გამოხედვა სხვა ადამიანის, რომელსაც არ ენდობიან რაღაც, მაშინ აკრობს ამ სახლის შეგრძნებას. ხო, ამიტომ სახლიც აგვიგრძენი ბოლოს და არა სახლიც. რა არის სახლი? სახლი ყოველ დროს მეგობრებო, რომ სახლი არის ადგილი, სადაც ბრუნდები. და ეს არ არის ერთი ადგილი მარტო. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დაბრუნდა ერთი დღის შემდეგ, სადაც შეიძლება დაბრუნდა 5 წუთის შემდეგ, ან რამდენიმე წლის შემდეგ. უბრალოდ მნიშვნელოვანია შეგრძნება იმისა, რომ ბრუნდები სადღაც. მაგალითად, აქედან ამ ოთახიდან რომ გავდივარ წლის განმავლობაში, რაღაც პერიოდის შემდეგ უკან რომ მოვდივარ, მაქვს დაბრუნების შეგრძნება. შემოვდივარ ჩემს საკუთარ სივრცეში, იმ ადგილში, სადაც თავს უფრო კომფორტულად ვცნობ, ვიდრე ამ ადგილის დატოვების შემდეგ. ხოდა ამ მომენტში, როცა ამ ოთახში შემოვდივარ, ეს არის სახლი. ანუ როცა ამ ოთახიდან გავდივარ და ვიცი, რომ უკან უნდა დავბრუნდე. ასეთივე სახლი არის საქართველოში ჩემი ოჯახი და მეგობრები. ანუ იქიდან წამოვედი და ვიცოდი თავიდანვე, რომ უკან დავბრუნდებოდი. მართალი არ ვიცოდი როდის, მაგრამ თუნდაც ერთი წელი გავიდა და უკან აგზავნა ვარ. ამიტომ ბრუნდები. და ეს თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ იქ ბრუნდები და არ ჩავდივარ უბრალოდ. ასე რომ სახლი არის ადგილი, სადაც ბრუნდები. და ბოლო კითხვა, როგორი წარმომიდგენია ამავე სახლი. ყოველ ჯერზე, როცა ვხედავ სახლის რაღაცა სტრუქტურას, ან ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართულში სახლია და არ არის განსხვავება, როგორც მაგალითად house და home იქნებოდა ინგლისურში. ან შენობასთან ასოცირდება მაინც რაღაც კუთხე. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ხედავ სახლს, მით უმეტეს ჩრდილოეთ პაკისტანში, სადაც ტალახით და ქვით აშენებენ, ან როცა ხედავ როგორ აშენებენ რაღაც ეკო სახლს, მაგრამ არა ტენდენციური კუთხით, არამედ ტრადიციული. ასე ვფიქრობ ხოლმე, რომ ოდესმე ესეც ავაშენებ და რაღაც. არა, ეს ფიქრები ძალიან გაუაზრებლად მოდის და ამ ფიქრების გააზრებას მე რაღაც დასკვნა მივიღავ. ასე რომ რაღაც წარმოსახვა მაქვს, წარმომიდგენია მიწის ნაკვეთი, რომელსაც სახლს ჩემი გავაშენებ. და ეს სახლი არის ეკოლოგიური მასალით უმეტესად. და არის პატარა ბაღი და ასე შემდეგ. ის რაც ადამიანების უმრავლესობას წარმოუდგენია როგორც ეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გავაკეთებ. სხვების განსხვავებით ვისგანაც მოვისმინეს ეს. არ მინდა რომ მარტო წარმოსახვა იყოს. მაგრამ ვიცი, რომ შენობაზე არ არის მართლა ცხადია. ეს მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ეს სახლი უნდა იყოს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იქ გავატარო 1 თვე წელიწადში, ან შეიძლება სულ იქ ვიცხოვრო, ან შეიძლება რამდენიმე წელში ერთხელ ჩავიდე, მაინც იქნება ადგილი, სადაც დავბრუნდები ხოლმე. და ეგეც წარმოვიდგენია. სულ ეს არის. ხვალ ავღანეთში გადავდივარ, ასე რომ პაკისტანის დატოვებაც ცოტა სენტიმენტალურია. თუმცა პაკისტანის დატოვებასთან დაკავშირებით სახლური განწყობა არ მაქვს, იმიტომ რომ ვიცი, აქ არ დავბრუნდები, ან თუ ჩამოვალ სხვა დროს დავბრუნდება მაინც არ იქნება. ასე რომ ახალი ქვეყანა, ახალი მოგზაურობა, ახალი
საბეჭდილებად. და